საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არხის სამომავლო გეგმები გააცნო. პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარედ საპროტესტო აქციაც მიმდინარეობს. შეკრებილები დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რაც არხზე ათობით პროექტის დახურვას და თანამშრომლების შემცირებას ითვალისწინებს. ეკო მაგრაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ეკო, რამდენად მისაღები აღმოჩნდა საბჭოსთვის ახალი მენეჯმენტის გეგმები? დეტალური ინფორმაცია სხდომის მიმდინარეობის შესახებ ჩვენთვის უცნობია, რადგან ჩვენ არ გვეძლევა ამ სხდომის გადაღების საშუალება. იქ მუშაობს მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო კამერა და მოგვიანებით აიტვირთება ეს ვიდეო მასალა მაუწყებლის ვებ გვერდზე. სხდომა მიმდინარეობს უკვე 4 საათზე მეტია და სულ ცოტა ხნის წინ ეს შეხვედრა პირადი მიზეზების გამო დატოვა სულხან სალაძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, რომელსაც მცირე ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორც სალაძემ განაცხადა, ამ დრომდე მსჯელობა იმართება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და რაც შეეხება სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილს, რომელიც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვასილ მაღლაფერიძესა და ბორდის წევრებს შორის კითხვა-პასუხი არ დაწყებულა. დღეს რაიმე ცალკე დოკუმენტი ახალი არ ყოფილა წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე. იმავე დოკუმენტზე იყო საუბარი, რაც პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი რამდენიმე დღის წინ მედიისთვის. ძირითადი საუბარი ეხებოდა იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც ამ დოკუმენტის პირველ ნაწილს უკავშირდება. როდესაც მე გამოვედი ამ შეხვედრიდან, ჯერ კიდევ არ იყო გადასული შეხვედრა იმ ნაწილში, რომელიც უკვე დაკავშირებულია ხედვასთან, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები. არავინ არ დაობს იმაზე, რომ შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში, არავინ არ დაობს იმაზე, რომ ტექნიკური ბაზა საჭიროებს განახლებას, არავინ არ დაობს იმაზე, რომ შესაძლებელია ოპტიმიზაციაც არის საჭირო გარკვეულწილად, მაგრამ როდესაც ამ თემებზე არის საუბარი, მნიშვნელოვანი არის გამოსავლად რა ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებლობას და რა ვთავაზობთ ზოგადად საზოგადოებას, ხო? ეს არის აუცილებელი. შესაძლებელია პრობლემებში ყველგან ხდებოდათ, მაგრამ განსხვავებული ხედვა გქონდეს გადაჭრის გზებში. მე მაგალითად ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ მე არ მიმაჩნია მისაღებად, რომ 100 გადაცემიდან 101 დახურო. მნიშვნელობა არ აქვს, რადიო იქნება პირველი არხი თუ მეორე არხი, ეს არის ჩემი პოზიცია. ამიტომაც მე მგონია, რომ სწორედ კონსტრუქციული და ალტერნატიული წინადებები უნდა იყოს მათ შორის მენეჯმენტის მხრიდან წარმოდგენილი. ამ განხილვის პარალელურად თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი ამზადებს ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას. ცოტა ხანში ისინი დაარეგისტრირებენ წერილს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში და ამ წერილის მიხედვით მათი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ შეჩერდეს სამეურვეო საბჭოში განხილვა მენეჯმენტის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის იქამდე, ვიდრე მათ მიერ მომზადებული ინიციატივები არ იქნება გასაჯაროებული. მაუწყებელში იყო პრობლემები, ეს ვიცოდით და ამაზე ვლაპარაკობთ უკვე 10 წელია, ეს ახალი ამბავი არავისთვის არ არის, მაგრამ ის რომ ამ წუთას შეიქმნა კრიზისი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში ალბათ არის მოსაწვევი კრიზისის მართვის მენეჯმენტის ჯგუფი, კარგი ჯგუფი, რომელიც შეძლებს ამ კრიზისის დაალაგებას, რადგან ეს პრობლემა უკვე არსებობს და კრიზისი უკვე დამდგარია. შესაბამისად, ის ხედვები და ეს ალტერნატიული ხედვები, მე მაინც ვფიქრობ, რომ არის დროის გაყვანის საშუალება, თუმცა ასეთი ხედვები არსებობს, ასეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული მოსაზრებები და კონკრეტული წინადადებები წარადგინონ გენერალური დირექტორისთვის, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მას ყავს თავისი მრჩეველი, ახლა კიდევ ერთი მრჩეველი ემატება და კონკრეტული სტრატეგიის გამსაზღვრელი ადამიანი. ვფიქრობ, მასთან ერთადაც შეიძლება ამ ხედვების გავლა. ჩვენ უკვე მივმართავთ ამ ბორდის ამ შემადგენლობას წერილით, რომ არ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება მანამ, სანამ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი არ შექმნის, არ მოამზადებს ალტერნატიულ ხედვებს ან კონკრეტულ გეგმას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გარდამავალ და ამ, ასე ვთქვათ, პრობლემურ კრიტიკულ ვითარებაში აუცილებელია, რომ დასაქმებული უფლებები იყოს დაცული. როგორც უკვე გითხარით, 4 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს სამეურვეო საბჭოს წევრებისა და ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრა. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა კითხვები აქვთ ბორდის წევრებს ვასილ მაღლაფერიძესთან მის მიერვე მომზადებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც შეეხება სამოქალაქო აქტივობას, როგორც დღეს არის დაანონსებული საპროტესტო აქცია მსვლელობა საღამოს 7 საათზე დაიწყება უნივერსიტეტიდან და ის დასრულდება სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან. აქციის მონაწილეები სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებენ.